საღამო მშვიდობისა. ახლა დღეს ახალამებს უსმენდი და ამერიკის საზღვაო ჯარები იქ ძალები ირანთან უკვე ემზადებიან დარტყმისთვის და ძალიან ცუდი სიტუაციაა დამწვეულია. ზოგადად ეს ასეთი მოლოდინი იყო კიდეც და თითქოს ახლა ამბობენ რომ გარდაუვალიაო ეს შეტაკება და ამასთან დაკავშირებით ახლა მარკეტი ძალიან არეულია რა თქმა უნდა. ესე იგი აქციების ფასები ისე მერყეობს რომ უკვე ვერაფერს ვერ წინასწარმეტყველება, ანუ ისეთი რაღაცეებიც აი ძალიან დიდი კომპანიები დღის განმავლობაში შეიძლება 10%-ით ავარდეს, მე 15%-ით ჩამოვარდეს, ანუ ასეთი რაღაცა არ ახსოვს ისტორიას და ეს ყველაფერი მე მომაგონებს აი და უკვე 13-ში, 14-ში როგორ ვარდებოდა რუბლი მანეთი ხო, საბჭოთა მანეთი, აი როგორ ისე მერყეობდა და მე რა თქმა უნდა ეს ვარდებოდა 1000% იყო ინფლაცია 92-ში თუ 13-ში, მაგრამ ამ მერყეობის დროს ხანდახან ავარდებოდა კიდეც. ანუ როგორც ეთყობა ახლა რადგან ახლა ესეთი ოქროს ფასი ასე ძალიან გაიზარდა, როგორც ეთყობა დოლარი ძალიან სწრაფად კვეთრად დაეცემა სწრაფად. ანუ რაღაცა შეიძლება 2 წლის განმავლობაში შეიძლება ნაკლები, პლუს მინუს იქ ალბათ 1-დან 3 წელი ამ პერიოდში. ამას ის აჩვენებს, რომ აი ოქრო გაძვირებულია თითქმის 3-ჯერ, 4-ჯერ. როგორც ეთყობა, აი ჩვენ მე სტუდენტი უკვე ვამთავრებდი უნივერსიტეტს ხოდა რუსეთში და მაშინ აი თუ რაღაცა იქ თქვა უკვე დაიწყეს ეს კერძო მეწარმოება თუ რა ერქვა ყიდვა გაყიდვა საბითუმო ყველას გადაყავდა ფასები დოლარებში, ანუ რუბლით იყო ესა გადახდა, მაგრამ დოლარებში გადაყავდათ აი ფასი თუ კარგია დოლარებში თუ არა. როგორც ეთყობა, მალე წავა აი აქ შტატებში და მთელ მსოფლიოშიც ფასების გადაყვანა ოქროში. ანუ თქვათ აი დღესდღეობით $5000 თუ $5300 1 უნცია, 30 გრამი, 31 გრამი ოქრო. ხო და აი მაგაზე გასწორდება რა, თქვა თუ რაღაცა ღირს 5300 ეტყვიან აი ერთი იუნიტი რა, ერთი ერთეული. აი ალბათ ესეთი პროცესები წავა, იმიტომ რომ რეალურად ახლა მე რომ მახსოვს ის წლები, ახლა თბილისში მაშინ მე არ ვიყავი საქართველოში, მაგრამ აი მოსკოვში მაგალითად აი მაგ წლებში 93-14 ამ წლებში $150 მე მყოფნიდა აი მარტო ვიყავი. მთლიანად თვის განმავლობაში ნორმალური ცხოვრებისთვის. იქიდან ნახევარი თქვათ იქ ოთახს იქირავდნენ ნახევარი $75 $70 თან 80-ად. დანარჩენი საჭმელზე, სასმელზე ახალგაზრდა კაცს ყოფნიდა, წარმოიდგინეთ. ეს ახლა ესეთი დიდარი ცხოვრებაზე არ ელაპარაკი. აი, არ მოიკლებდი რა საჭმელს. აი ესეთი სიტუაცია იყო და დღესდღეობით ალბათ დღეს თბილისში ალბათ ერთ კაცს ალბათ $700-800 მაინც ჭირდება, ხო? მინიმუმ, ესეთი საშუალო არსებობისთვის. ხო და აი ასეთი სიტუაცია, ანუ რეალურად ძალიან დაცემულია, ესე იგი, დოლარის და არა მარტო დოლარის, ევროც იგივე დღეშია, როგორც ვხედავ და ეთყობა ყველა ვალუტა და ალბათ ყველაფერი გადავა ამის ოქროს ერთეულებში. შეიძლება ელექტრონული ფულის ის დაიწყონ კიდე, მაგრამ რაღაცა ბიტკოინის არ მწამს რა, არ ამგონია.